თუ იცით რა ერთიანებს თქვენ საუზმეს და სახელმწიფო გადატრიალებას. კაცმა, რომელმაც ამერიკელებს ბეკონი და კვერცხი, როგორც იდეალური საუზმე მიყიდა, ასევე მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება გვატემალაში. იდეები იარაღია და ის ტყვიებზე უფრო ეფექტურია. ასეთი იყო ედვარდ ბერნეისის მიდგომა. გავხადოთ სამყარო უსაფრთხო დემოკრატიისთვის. ეს ალბათ რომელიმე თანამედროვე პოლიტიკოსის ფრაზა გონიათ, არა? სინამდვილეში 1917 წელს წარმოსთქვა ამერიკის პრეზიდენტმა ვილსონმა, როცა ამერიკის მოქალაქეებს პირველ მსოფლიო ომში ჩართვა არ სურდათ. როგორც ხედავთ, პროპაგანდის ძველი ტექნოლოგიები დღესაც იდეალურად მუშაობს. პროპაგანდას ყოველთვის აქვს მიზანი: დაარწმუნოს აუდიტორია იდეის ან მოქმედების სისწორეში, მოახდინოს აუდიტორიის ემოციების ფორმირება ან ცვლილება, ისე რომ თქვენ ამის შესახებ წარმოდგენა არ გქონდეთ. ამას კი მით ახერხებენ, რომ პროპაგანდაში ნახევარი სიმართლეა, ანუ პროპაგანდა სრულად ტყუილისგან არ შედგება. დღეს ბრძოლა არა მხოლოდ ფიზიკურად ტერიტორიებისთვის, არამედ თქვენი გონების დასაპყრობადაც მიმდინარეობს. ამას კოგნიტური ომები ეწოდება. ეს ტერმინი სულ რაღაც 10 წელია, რაც დამკვიდრდა და ეს იქნება ჩვენი რუბრიკის მთავარი თემა. როგორ უტევენ ჩვენ გონებას კოგნიტური ჰაკერები? ამ ინსტრუმენტებს მომავალ ვიდეოში განვიხილავ.